დღევანდელი თურქეთის საზღვრებში მოქცეული ლაზეთი ფაქტობრივად უშრეტი ინფორმაციის წყაროა. უამრავ ტრადიციას, რომელიც საზღვრის აქეთ დაიკარგა, იქ მარგალიტივით უფრთხილდებიან. იქ ლეგენდებით სულდგმულობენ, იქ ლეგენდებს აცოცხლებენ და დღესაც ლაზობენ. გიორგი კალანდიამ კოლხეთი კიდევ ერთხელ აღმოაჩინა, ოღონდ ახლა მისტიკური, ზღვაში მეთევზეებს გაჰყვა და თევზის მოხმობის მისტიკურ რიტუალს დაესწრო. ძველ სახლში შევიდა და ის წამოწოლილი დედაბოძი ნახა, სადაც ლაზების რწმენით სახლის გარდაცვლილი ბინადრების სულები ცოცხლობენ, თუმცა არის კიდევ რაღაც, რაც ვერ იხილა და მხოლოდ მოისმინა. ეს სტუმარ მასპინძლობის ლაზური წესია, რომლის მიხედვითაც მანდილოსანი მთავარი პერსონაჟია, თუმცა არის კიდევ ერთი წესი, ქალი კამერის ობიექტივში არ უნდა მოხვდეს. ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეული. ფაზისიდან გაქცეულ ბერძნებს კოლხეთის მეფის არმია მისდევს. აიეტი არგონავტებისაგან ოქროს საწმისის დაბრუნებას ცდილობს. გმირები ერთმანეთს ზღვაში შეებნენ. ბრძოლა დაუნდობელი და სისხლის მღვრელი იყო. კოლხები დამარცხდნენ და უფრო მეტიც. ბრძოლაში არგონავტებმა უფლისწული, მედეას პირმშვენიერი ძმა აფსირტე მოკლეს. ლაზებს დღემდე სჯერათ, რომ სახელოვანი ბრძოლა ზღვის აი ამ პატარა ყურეში გაიმართა. მითის მიხედვით, აქვე დაუკრძალავთ კოლხთა ლამაზი და მამაცი უფლისწული. დღეს ამ ადგილს ძველი ქართული ტაძარი მაკრიალე ამშვენებს. ჩვენებული არქიტექტურის უნიკალური ნიმუში, რომლის კოშკი სამრეკლოც იყო და შუქურაც. სხვანაირად ალბათ წარმოუდგენელიცაა. ლაზებისათვის ზღვა ხომ ოდითგანვე არსებობის მთავარი წყარო იყო. დილის 7 საათზე პატარა ნავით უკვე შუა ზღვისკენ მივიძებთ. ეს ძველი ლაზური რიტუალია. თევზაობის დაწყებამდე მამაცი ახალგაზრდები სტიქიასთან სამუსაიფოდ გადიან. ტრადიციის მიხედვით ნავი საპატიო წრეს აღწამს. მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ღელავს და პარხლის მთებიდან სუსხიანი ქარი უბერავს, ბიჭები მაინც მღერიან და ზღვის სადიდებლად გემბანზე ფერხულს ცეკვავენ. ლაზების რწმენით ამ შემთხვევაში ღმერთი მოწყალებას გაიღებს და ბადეში თევზიც ურიცხვი მოჰყვება. ხოლო თუ ცაში ბევრი თოლია გამოჩნდა, ეს ნამდვილად კარგის ნიშანია. ძნელი სათქმელია ეს ტრადიცია რა დროიდან იღებს სათავეს. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ამ რიტუალს ასრულებდნენ ჩემი პაპები, ვასრულებ მე და ასე მოიქცევიან ჩემი შვილებიც, რადგან ეს ის ნამდვილი და ნაცადი ხერხია, რომელმაც საუკუნეების გამოცდას გაუძლო. მრავალგზის დახვეული ბადე გემბანზე სამჯერ დაეცემა და მთავარი რიტუალიც იწყება. შედეგმა არ დააყოვნა. ზღვის ღმერთმა ლაზების ლოცვა შეისმინა. კოლხურ ბადეში უამრავი ხაფშია და ორაგული მოჰყვა. ზღვისა და აბუწყარის შესართავთან ლამაზი ხეობა იწყება. იქ ერთ-ერთ სოფელში, აბუ-ულიაში, მრავალსაუკუნოვანი ლაზური სახლი დგას. ის 300 წლის წინ მხარის ყველაზე ძლევამოსილ ფეოდალს, ირფან ბეგ ოღლის თავისთვის აუშენებია. ზუსტად არავინ იცის, ვინ იყო ირფანი, თუმცა მას რომ განუზომელი ძალაუფლება ჰქონდა, ეს ცხადია. დიდი ბეგის სარფიდან აბუწყარამდე მთელ ტერიტორიას განაგებდა. ის არც საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა და არც ოსმალეთის სულთანს. ირფანი ამ მხარის დადიანი იყო. ძველი ლაზური სახლი ისტორიის ცოცხალი ფურცელია. მეორე სართულზე ბეგი თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
პირველზე ბოსელი და დილეგი იყო. პირუტყთან ერთად მას ამწყდებდნენ, ვინც ირფანს ეურჩებოდა და გადასახაც არ იხდიდა. Haide bziat. Aha, gominjiti. Gogigitska. Aha. სახლში ყველა დეტალი საუკუნეებს უკავშირდება. მოჩუქურთმებული კედლები, ავეჯი და ხალიჩებიც კი ქართული ორნამენტითაა შემკული. სტუმრისათვის საძინებელი მზიან და მყუდრო ადგილას იყო მოწყობილი. ლაზები მას ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. ამიტომ ოჯახის ყველაზე ლამაზი მანდილოსანი სტუმარს პირადად ეგებებოდა. Ხედავ კუჩხაპელო ბანავამტუ და ეშო ხავლით უსკუინამტუ სტუმარს ჩვენში ხელსაც კი არ აბანინებდნენ აბაზანაში. მას მანდილოსანი ხონჩით მიართმევდა თბილწყალს. ხელებსა და ფეხებს პირადად ბანდა. მერე საძინებელში მიაცილებდა, დააწვენდა და საბანში შეფუთავდა. მაგრამ ვაიმას, ვინც ლამაზი ქალისკენ თუნდაც ალმაცერად გაიხედავდა. მეორე დილას ოჯახიდან ცოცხალი გასვლა აღარ ეწერა. სახლის ყველაზე მისტიკური ადგილი კერია, სადაც მთელი ოჯახი იკრიბებოდა. მას მთავარი საყრდენი ძელი, იგივე ნანა ონგურე დახურებდა. წმინდა ონგურებიან, ენი წმინდა პირველი წმინდა დი ნანა ონგურე. ნანა ონგურე იგივე ლაზური დედაბოძის სახლში ყველაზე წმინდა საგანია. მან საუკუნეების განმავლობაში კერიის ჭვარტი და ყვამლი შეისრულა. იგი ოჯახში ყველა მოვლენის მომსწრეა. ამიტომ თუ სახლი დაინგრა, ოქროვერწყლზე მეტად ნანა ონგურეს უფრთხილდებიან. იგი სიმღერითა და გუდასტვირის თანხლებით ახალ სამოსახლოში გადააქვთ. აქაურებს დღემდე სჯერათ, რომ ლაზი დადიანის სული ცოცხალია. ამიტომ იგი უპატრონოდ დარჩენილ სახლსაც მფარველობსო და ბუბუქარ ზღვაში გასულ ლაზ მეთევზეებს.